შუადღე მშვიდობის. ეხლა მოვედი სახლში, სული მოვითქვი და ჩავრთე ეგრევე ვიდეო, ძალიან ცხელა. მოკლედ დღეს ვისვენებ დილას 12-მდე ვიძინე, 12-ზე რო ავდექი, ესა რა ქვია, სახლი დავალაგე, ჭურჭელი დავრიცხე რაღაცა და მერე გავედი,ავლაბარში ვიყავი, სამების ტაძარში ვიყავი. მერე ესა რა ქვია, რაღაცები ვიყიდე და დაგათვალიერებინებთ რა. ეს პოლის კილო და ჯოხი ვიყიდე ესეთი 20 ლარი ვერდა. ესეთი ოღონდ გამოსაცვლელი პირი კილო მეტი აღარ იყო, ანუ სხვანაირები ქონდა, რომელიც ამას არ ერგებოდა და თუ რამე რა ვიცი, მე ეს რო გაფუჭდება შეუკერავ რამეს, ან ვიპოვე ამაზე რომ მოერგება ეგეც. 20 ლარი ვერდა. ეს რამდენი ხანია მინდა ამის ყიდვა, ძლივს მოვიცალე ამისთვის. გადასუყიდე პედიგრი 5 ლარის, 2 დღე ამავიწყდება ყიდვა და ვუყიდე, პედიგრი აღარ აქვს. მეტი რა ვიყიდე. ეს ვიყიდე იმაში, რა ქვია, ვირი. სუფთა სახლში უნიტაზის სახეხის სითხე, ნეტა როგორი სუნი აქვს. მაგრამ თავს ვერ ხსნი. პირდაპირ ესე მოვხსნათ. რაღაცნაირი მძაფრი სუნი აქვს. ეს 5 ლარამდე ვერდა დაახლოებით და ესა სპარში ვიყიდე ეს ტანსაცმლის სარეცხის ფხვნილი 13 ლარი ვერდა, მე მგონი 20 ლარად იყო არიელი აქციაში. მაგრამ რატომღაც ვერ გავიმეტე ფული. თან ახლა ისე ვარ, რა ქვია, ხელფასამდე ცოტა დრო დარჩა და არ მემეტებოდა ეხა მაგისთვის ფული ნამდვილად. ხო, ეს იყო და ეს ძალიან ცხელა. მიკროფონი გათიშული დამჯდარია და იმედია ხმა არ წყდება. მოკლედ ლობიოს გაკეთებაც მინდა, რადგან დღეს ვისვენებ, მაგრამ ეს იმ სიმძიმე იყო, რომ ძლივს მომქონდა თან ესა რა ქვია, არ ვიცი რატო არ დაველოდე, მარშრუტკას პირდაპირ სახლთან მომიყვანდა. ფეხით ამოვედი მეტროდან, კაი შორს ვარ, ხან ასე მომქონდა, ძალიან დავიღალე, თან ძალიან ცხელა, სიცხეს ვერ ვიტან, ზაფხული კი მიყვარს, მაგრამ სიცხეზე მეტად სიცივეს უფრო ვიტან რა. ხო და რა ვიცი, ალბათ კიდევ ჩავალ და აქვე რომელი მაღაზიაც არის, იქ ვიყიდი რა, იმის რა ქვია, ლობიოს მასალას და ლავაშს ვიყიდი კიდევ ცხელს და გავაკეთებ ლობიოს. ესე იგი, ძალიან მიყვარს ესა რა ქვია, საოჯახო რაღაცეების ყიდვა რა, ან საოჯახო მაღაზიებში სიარული და დათვალიერება და ყიდვა. განსაკუთრებით ჭურჭელი მიყვარს ძალიან, ჭიქები, თეფშები, ეგეთი რაღაცები ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ეხა რაც მე მუშაობა დავიწყე და რაც ჩემი შრომით შემომდის, ესე ვთქვათ, ფული, ვერ ვიმეტებ ეგეთ რაღაცეებში რა. მარტო ჭამაში და სმაში მეხარჯება ისევ რა. იმიტომ რომ ესა რა ქვია, 700 ლარი ბინის ფული გადავრიცხე, 600 ვიხდი, მაგრამ 100 ლარით მეტი გადავრიცხე, რადგანაც მქონდა ამ თვეში მომაკლდება. ხო და ესა რა ქვია, დანარჩენი რა ვიცი, ისევ სამსახურში ჭამაში და სმაში მეხარჯება და ისეთ მნიშვნელობას ვერაფერს ვერ ვყიდულობ. ერთი ტანსაცმელში არ მენანება დიდად ფული და სხვა რა ვიცი, სხვას ვერც ვერაფერს ვერ ვაკეთებ ჯერჯერობით. კი ვცდილობ რომ რაღაცა პატარა მოვაგროვო და რაღაცა, მაგრამ არ შემიძლია, ჯერჯერობით არ გამომდის. მოგროვება კი არა, ხელფასამდე ძლივს მივდივარ. ხო. ძალიან ბევრი სარეცხი მომიგროვდა. იმიტომ რომ რა ვიცი, სახლი უნივერსიტეტის სამსახური. თუ ამძინავს, თუ ვმუშაობ, თუ უნივერსიტეტში ვარ, ასე რომ საერთოდ ვერ ვიცლი სხვა ვერაფრისთვის. ხო და
დასვენების დღეს კიდე, რა ვიცი, კვირაში ერთი დღე რო ისვენებ, ძილი გინდა, სადმე გასვლა გინდა, რაღაცა ბუნებაში განტვირთვა გინდა და რა ვიცი, დღეს მოვიცალე, რომ სახლი დამელაგებინა. აი. იცნება და ესეთი პირველ. გარეცხავ მოარგებ რა, ძალიან კაია. თან იშლება ეს წესით. აი, მეტად არ იშლება. აღამინდა. ეს როგორ ერგება, ეხლა ის მაინტერესებს. შურუპით ერგება და ამ შურუპს რა მოხსნის? დანა არ მაქვს, არაფერი არ მაქვს და ამ შურუპს დანა როგორ არ მაქვს, კაცო? შურუპის მოსახსნელი არ მაქვს და ამ შურუპს რით მოხსნი არ ვიცი. მაგარი ხელოსანი გამოვიდოდა ჩემგან რა. შურუპს ხსნი ისევ შურუპით. ეს ჩაჯდება ამაში ესე. თულია საწყობია, რეალურობა. შეიძლება მოდი ესე ფოტო გადავიღოთ. მარტივად გიხსნი. всё, პოლისტილო მაქვს. აუ ის იყო რა ქვია, სუფთა სახლში რო შევედი სუფთა სახლში და დავიწყე რაღაცეების ყიდვა. მან მინდოდა რომ ყველაფერი მეყიდა. იქ წავაწყდი ქვაბების გასახერხს, იქ წავაწყდი ჭურჭლის სარეცხის სითხეს. ისიც მინდოდა რა ქვია, პოლის და ავეჯის გასაპრიალებელი სითხე ვნახე კიდე. ტილოს ყიდვაც, პოლის ტილოს ყიდვაც მან მინდოდა და ესე იგი მივხვდი რომ ეხლა მე აქედან თუ არ გამოვალ, ასლარზე ისე ავალ, ვერც კი გავიგებ თქო და ამიტომ გამოვედი. იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის ესე ჯობდა რა. ეხლა ხელფასი რო ახალი აღებული მქონოდა, შეიძლება კიდე არ გამოვსულიყავი, მაგრამ კაი ვქენი რომ გამოვედი, მარტო ეს ვიყიდე, ისე რო არ გამოვსულიყავი, თლათ უნიტაზის სახერის სითხე ვიყიდე. სხვა არაფერი. ციფი მომეწონა კიდე. აქ დამხვდა მე რომ მოვედი ამ ბინაში, დამხვდა და მაგით ხეხავდი ხოლმე გაზს და იმას რა. ქართულად როგორ არის კაცო რა ყვი.
რაკოინო როგორ არის ქართულად გავგიშდები ახლა. ბაიმე. მოსაკლავი ვარ რა. ხო და ახლა ამოვისუნთქებ პოს მოვწმინდავ, ახალ ტილოს გავტესტავ და მერე ჩავალ დაბლა და ლობიოს გავაკეთებ ძალიან თუ არ დამეზარა. ძალიან მეზარება. ყრიდა დავრეცხავ, გავფენ, გავაშრობ, კი ვიცი. და სხვა არ ვიცი რას გავაკეთებ. ესე იგი გუშინ ვიყავი, იმაში რა გუშინ მოვიარე მთელი თბილისი, რასაც ქვია, რამდენი ვიარე იცით? ძალიან ბევრი ვიარე. ანუ ისედაც ბევრს დავდივარ ფეხით, იმიტომ რომ სამსახურში რომ მივდივარ ფეხით დავდივარ, ძალიან იშვიათად რომ მარშრუტკით ვიარო, სამსახურიდან წამოსულიც უკვე მარშრუტკა აღარ არის, აქეთ მომავალი და სულ ფეხით დავდივარ, მეტროდან კაი მოშორებით ვარ მე. ისედაც ძალიან ბევრს დავდივარ ყოველთვის. სამსახურში ხო ფიზიკური დატვირთვა მაქვს კიდე. ვარჯიში გამომდის, ესე ვთქვათ. მაგრამ მე გუშინ ვიარე, დილის 8 საათზე გამეღვიძა და წავედი იმაში ავლაბარში. იუსტიციის სახლამდე ფეხით მივედი, პასპორტი გავაკეთე, მერე მოვბრუნდი, მერე რიყის პარკში ვიყავი. რიყის პარკიდან საბაგიროთი ავედი ძეგლთან და სადღაც ძეგლთან მარჯვენა მხარეს ჩადიოდა ბილიკი. ჩავყევი ამ ბილიკს და ისეთ საოცარი ბილიკი იყო, სულ იმაში ბუნებაში ჩაფლული ბილიკი იყო. მარცხენა მხარეს სულ ხეები და ნაძვები იყო, მარჯვენა მხარეს მთელი თბილისის ხედი. ამ ბილიკს ჩავყევი და მაინტერესებდა სად მიდიოდა ეს ბილიკი. ჩავედი ბოლომდე და ჩვეულებრივად ეს ბილიკი გავიდა სადღაც იმაში რა, რომელიღაც ქუჩაში, თბილისის რომელიღაც ქუჩაში, თაწმინდის ქუჩაო თუ რაღაცა, ტაძართან ჩავიდა, ტაძარშიც შევედი. მერე ისევ ამ გზას ამოვყევი უკან. ვიარე, ისევ საბაგიროთი ჩამოვედი დაბლა, მერე სამების ტაძარში წავედი და იმდენად დაღლილი ვიყავი, ანუ სახლიდან ხო გავედი 9 საათზე და ესა რა ქვია, სადღაც 12 საათისკენ უკვე იმაში ვიყავი რა, სამების ტაძარში. ოღონდ ტელეფონი დამიჯდა და ესა საათიც კი არ ვიცოდი რომელი იყო მოკლედ. ხო და ვიარე და სამების ტაძარში რომ მივდიოდი, იმაზე ვფიქრობდი, რომ აი წავიდე თუ არ წავიდე, იმიტომ რომ უკვე აღარაფრის თავი აღარ მქონდა, იმდენი ვიარე რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, თან საჭმელიც არ მქონდა ნაჭამი და ძალიან მტკიოდა ფეხები, მაგრამ წავედი სამების ტაძარში და აი რო ვილოცე, სანთელი რო დავანთე, გარეთ რო დავჯექი ბუნებაში რაღაცა, იმდენად დავმშვიდდი, რომ ავდექი და სამსახურში წავედი. ანუ გუშინ ვისვენებდი, მაგრამ აი ტაძარმა იმდენად დამამშვიდა სულიერად რა, სულიერი სიმშვიდე ხო ყველაზე მნიშვნელოვანია. ფიზიკურად კი ვიყავი დაღლილი იმდენი ვიარე, მაგრამ სულიერად ისეთი დამშვიდებული ვიყავი, რომ სამსახურში წავედი. 2 საათზე მივედი სამსახურში და 2-დან 11-მდე ვიმუშავე. სამაგიეროდ დღეს ვისვენებ აქეთ. გუშინ ესა რა ქვია, გუშინდელი დღე ხო შევირგე, დავისვენე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ბუნებაში გავისეირნე, ტაძარში ვიყავი რაღაცა და დღესაც ვისვენებ. ვიფიქრე, რომ დღეს ძილს მოვანდომებ თქო რა, მაგრამ სახლი რო დავალაგე და ამდენი გასარეცხები მოგროვებულა, მინდა რომ სარეცხი დავრეცხო ლამაზად, დავკეცო, ზამთრისები მაღლა ავიტანო, ზაფხულისები ქვედა კარადაში შევალაგო, მაგრამ ძალიან ისეთი ცუდი კარადაა რა. დაბლა თაროები არ არის, მაღლა თაროები იმ სიმაღლეზეა, რომ ვერაფერს ვერ ჩამოიტან. ეს ორი თაროა ერთი დაბლა, რომელშიც შევალაგებ ზაფხულის ტანსაცმელს. იმ ტანსაცმელს, რომელსაც ძალიან ხშირად ვიცმევ. და დანარჩენს ზამთრისებს კურტკები ავიტანე უკვე მაღლა. დანარჩენი ჰუდები და ისინი რაც არის სქელი ტანსაცმელები დავრეცხავ, დავკეცავ და ავიტან მაღლა.
რამდენად მოვასწრებ არ ვიცი, მაგრამ რავი რა. ნუ ეხზე გავიცე თქო და მე მოვიფიქრებ რა გავაკეთო საჭმელი. მოვედი, ისევ დაბლა ვიყავ ჩასული და ეხლა უნდა დაგათვალიერებიოთ მეორე ნაყიდობები. ესე იგი ორნაბიჯში ვიყავი და ისეთი მწვანე მაიკა მაცვია, რომ გოგონა მეკითხება ბერძნული იოგურტი გაქვთო და მეთქი აქ ვმუშაობ. ანუ მწვანე მაიკები ხო აცვიოთ ზუსტად ესეთი საყელოებით ორნაბიჯში. მწვანე მაიკები აცვიოთ ბიჭებს და გოგონებს აცვიოთ სხვანაირი ფორმები. ჩვენთან სპარში როგორი ფორმებიც არის ეგეთი და ეს ვერგონე რა ქვია. იქ მუშაობდი ეგონა. ლიბრეში ვიყავი და სპარში. ლიბრეში ვიყავი და ორნაბიჯში. ესე იგი რა დამემართა ორნაბიჯში. ისევ ვინერვიულე გული ეხლაც მიფანცქალებს. ანუ ორნაბიჯში შევიარე უბრალოდ იმის გამო, რომ დამეთვალიერებია პროდუქტი და თან რაც ლიბრეში ვიყიდე იმათი ფასები რო შემედარებია და თან კიდე ეს რამე თუ მომეწონებოდა რო ამეღო. ხო და ეს ნაყინი ავიღე ორნაბიჯში. სუპი ავიღე ერთჯერადი 2 ცალი და აქციაში კი არა და აქციაში იყო მე მგონი მოჰიტო როა სასმელი ბოთლებში. ეგ ძალიან მიყვარს მოჰიტო და მივედი სალაროსთან, რიგში ვდგავარ, მოვიდა ჩემი რიგი და ეს მოჰიტო გადმომივარდა სალაროდან, დავარდა დაბლა. გასკდა ეს გაზიანი სასმელი და სალაროსთან ცალკე მოლარეს შეესხა და ცალკე უკან მდგომ იმას რა ქვია, რიგში მდგომ კაცს და ისე ვინერვიულე ეგრევე ბოთლს ვეტაკე. ამოვაყირავე, ხელი მოუჭირე, რო არ დაქცეულიყო. და ნახევარი ის ვქენი რა. ნახევარი დაქცევას გადავარჩინე. თელ პოლზე მოისხა ეს წეპოვანი სასმელი და ძალიან ვინერვიული. თან უკან ვინც იდგა იმას შეესხა. 1000 ბოდიშები მოიხადე, ძალიან შემრცხვა. და ეს რა ქვია, ვაპირებდი რას? ვაპირებდი რომ საწყობში შევსულიყავი. და მეთქვა იქ მომუშავე კადრისთვის მეთქვა რომ ეს რა ქვია პოლისსაწმენდი ჯოხი და კილო რომ მომცეთ თქო რა და მე თვითონ მედოდა რომ მომეწმინდა ის რაც მე დამეკცა. მაგრამ არ ვიცი ბოდიში მოუხადე მოლარებს და წამოვედი. ძალიან ცუდია რა. ნუ ხდება ეგეთი რაღაცეები, ხა რა თქმა უნდა რას ვიზავთ, მაგრამ აი მინდოდა რომ მე თვითონ გამომესწორებია ჩემი დაშვებული შეცდომა და მე თვითონ იმას მექნა მომეწმინდა ეგ ძალიან მომერი და მე უკანა რიგში ვინც იდგა ის ქალი ვიძახის რომ ანუ ეს ბოთლი რო ამოვაყირავე და მოლარისკენ მივწიე რომ ესეც გაატარეთ თქო. ის უკან მდგომი ქალი იძახის რომ ამას რატო ატარებსო, რატო ყიდულობსო. ხო და ალბათ ეგონა რომ მეორე უბნება დაუვარდაო გაუსკდა და მაგიტო ყიდულობსო და ხო მაგრამ მე რა უჭირსო. ალბათ ეგონა რომ მოლარეს დაუვარდა ეს ბოთლი. მოლარეს რო დავარდნოდა მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოლარემ უნდა იყიდოს ესე ვთქვათ. მაგრამ მე დამივარდა და რას ქვია რატო ვატარებ? ანუ დამივარდა და ვიყიდე ხო? ნუ ხდება ეგეთი რაღაცები რას ვისაუბრებ. ჩემთანაც მოხდა სპარში ეგეთი რაღაცა რომ ყავა ჩამოასხა ვიღაცამ და დაექცა. ნახევარი ჭიქა თითქმის სულ დაექცა და ეს რა ქვია გაატარა რა თქმა უნდა მეორეც თავიდან. ხო და მაგალითად 1000 ბოდიშები გვიხადა. რავი, მეც მქონია შემთხვევა რომ რა პრობლემა ვიღაცას რაღაცა დაექცა ან გაუტყდა. იყო კიდე ერთი შემთხვევა არაჟანი თუ რაღაცა მაწონი იყიდა კი არა და უნდა იყიდა მომხმარებელს და
პურებთან რომ მივიდა პურის ასაღებად, ეს მაწონი თუ არაჟანი დაუვარდა და ესა რა ქვია, მთელ კარადაში ჩაიქცა რა. ეს მაწონი თუ არაჟანი ცალკე პოთლებს დაესხა, ცალკე პურების დაბლა კარადაში ჩაიქცა და რა თქმა უნდა მე და ჩემმა მოლარე კონსულტანტმა იმას ვქენით, რა ქვია, გავწმინდეთ. რა პრობლემაა? ადამიანები ვართ და ხდება ხოლმე ეგეთი რაღაც, მაგრამ ძალიან ვინერვიული. ეხლა დავიწყოთ ამბულადება. ლიბრეში ვიყიდე ეს პური. ლობიო. ეს კაი ლობიოა, წინაზეც ეს მოხარდა. ზეთი პატარა მქონდა ნაყიდი და ძალიან ცოტა არის იმაში დარჩენილი და დიდი ვიყიდე. ბარემ ეს ისეთი რაღაცა მაინც სულ გჭირდება რა. ეს სუპერი ცალი. ხახვი 2 ცალი, იმიტომ რომ მეტი არ მჭირდება. ლარი და 20-სა? თუ 40 თეთრსა? ძირებულება 40 თეთრი. ძალიან იაფია. ეს არაჟანი ვიყიდე, ვიცი რომ არ ვარგა. εν პირველის ისენი რა ქვია, პროდუქცია არ ვარგა, მაგრამ გავსინჯავ რა. თან ძალიან იაფია და თან ძალიან მიყვარს. არაჟანი. კიტრი იყო ძალიან იაფი, მაგრამ უკვე ამიწონა და აღარ დამიმატებია. 3 ცალს მოუწია. ლარი და 30. ლიბრეში იყო, კიტრი ძალიან იაფი. პომიდორი. ვარდისფერი პომიდორი. 5 ლარი და 10 თეთრი. კი ბატონო. ტომატი, ესეც εν პირველის. ტომატი. და სუნელები. ბარემ ვიყიდე ბლომად. ბარემ. სვანური მარილი ვიყიდე. ქინძი დაფქული და ლობიოს საკმას. ყველა არ დამჭირდება რა თქმა უნდა, მაგრამ მექნება სახში. 2 ლარი არაჟანი, 7 ლარი ზეთი, ლარი და 85 ტომატი, 2 და 70 ლობიოს სუნელი, 2 და 50 სვანური მარილი, 2 ლარი ქინძი დაფქული, 40 თეთრი ხახვი, ლარი და 30 კიტრი, 5 ლარი და 10 თეთრი პომიდორი, ლარი და 30 პური თეთრი, 6 ლარი ლობიო და 20 თეთრი პარკი. ესე იგი, ის რა ქვია, ქეშის წაღება დამავიწყდა, ქაღალდის ხურდის და ლავაში არ მიყიდია. მაგრამ რო გავაკეთებ, მერე ჩავალ და მერე ვიყიდი. მაინც გვიანობამდე მუშაობს ეგ. წავედი ახლა, ჩავადგავ ლობიოს, გავაკეთებ, აქ დავასრულებ ამ ვიდეოს.